ქართული ოცნება აცხადებს, რომ 2004 წლის არჩევნები გაყალბდა და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა და ახლა 2024 წელს უნდა გამოიწვიოს ქართულმა ოცნებამ 2004 წელს ჩატარებული არჩევნები. ქართული ოცნების წევრებმა დღეს ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ისაუბრებს. 2004 წლის არჩევნების გარდა ოცნება დაინტერესებული არის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებითაც და ამტკიცებენ, რომ მეორე ტური ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლევან გაჩეჩილაძეს მოპარა. ამიტომაც ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ პარასკევს საქართველოს პარლამენტში დაიბარონ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ასევე ნათია მოგველაძე, ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თუ სხვადასხვა უწყებებთან იყვნენ კავშირში, რომლებიც არჩევნებზე გავლენას ახდენდნენ. კონკრეტულად ზურაბ ჭიაბერაშვილს პარლამენტში იბარებენ იმის გამო, რომ 2024 წლის 28 მარტის არჩევნების დროს მან ხელი მოაწერა ხულო ქობულეთის საარჩევნო ოქმს, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და იმ შემთხვევაში თუ ეს დაბარებული ადამიანები პარასკევს არ გამოცხადდებიან, მაშინ მათ წინააღმდეგ კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს. ეს არის ის საჩივარი, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ უჩივლა სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეს შევახსენებ ყველას, ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებაში. აი ასეთი არჩევნებით მოვიდა, ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც 60,000 ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს. ეს გვჭირდება ჩვენ აუცილებლად. შემაჯამებელი ოქმის თანახმად მითითებულია ის, რომ ნამდვილად ქობულეთისა და ხულოს ოლქებში გაუქმდა შედეგები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო. თუ ვინ წარმოადგენდა უშუალო კითხვას, შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. მე გავხდით სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ და გერმანელი დეპუტატი შვაბე წამოდგა ასამბლეაზე და პლენარულ სხდომაზე განაცხადა სამარცხვინოდ, რომ მეთანხმებიო იმ მოსაზრებასო, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნების დღეს არჩევნები არ გაყალბებულაო. მაგრამ არჩევნების შედეგები პრობლემაა იმის გამო, რაც ხდება არჩევნების შემდეგ ქუჩაშიო. ეს არის სამარცხვინო განცხადება და ანგაჟირებული პოლიტიკურად და მიკერძოებული. გარდა არჩევნებისა, ასევე გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან ის ადამიანები და მაღალჩინოსნები ყოფილი ხელისუფლების წევრების, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ასევე სტრასბურგში გაგზავნილ საქმეებთან და სარჩელებთან დაკავშირებით. კომისია დაიბარებს პარლამენტში გამოკითხვაზე ნიკა გვარამიას, როგორც მინისტრს, რომელიც 2008 წელს იყო იუსტიციის მინისტრი, ასევე თავდაცვის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ბათუ ქუთელიას. პარლამენტში დაიბარებენ ყველა იმ დეპუტატს, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომის რეზოლუციაზე ხელი აქვთ მოწერილი და სავარაუდოდ ამ ადამიანების წრეც გაფართოვდება. სხვათა შორის დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ისაუბრეს იმასთან დაკავშირებითაც, რომ აგვისტოს ომის თემაზე საიას აქვს გაკეთებული, გარკვეული ნაბიჯები აქვს გადადგმული აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით და შესაძლებელია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაიბარონ. ყოველ შემთხვევაში თეა წულუკიანმა და ქართული ოცნების წევრებმა საია არაერთხელ ახსენეს და ასევე მათ პრობლემად მიაჩნიათ ის, რომ მაშინ ტელეარხების მეშვეობით ეთერში გადიოდა მთელი რიგი კადრები აგვისტოს ომის ამსახველი, რომელსაც მათი თქმით რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებდა, ამიტომაც არავინ იცის პოლიტიკოსების გარდა კიდევ ვისი დაბარების კომპეტენცია და ლეგიტიმაცია ექნება ქართულ ოცნებას. ICJ-ში როცა დავაწაგო საქართველომ 2011 წელს, ვინ წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს დავა, ვის მიყავდა, ვინ იყო მომჩივანი, მოსარჩელი.
ვინ აწარმოებდა კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსთან ამ საქმეებს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ წავაგეთ სემული ჩვენებები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ბათუ ქუთელია იყო ერთ-ერთი რა თუნდა ამას ბევრი დამალვა და თქვენ განასწორინე სხვა იყო მისამული ვითხარით რომ ქართული მხარე იყენებდა მაგალითად კასეტურ ბომბებს მოსახლეობის წინააღმდეგ არა დამიზნებით, არამედ განურჩეულად, რაც თქვა ხელი მქონდა მოწერილი, რა არ უნდა გამოგვეყენებინა. ეს დაბრალება იყო თუ აღიარება დანაშაულის. მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორობდა, იყო ქალბატონი თინა ბურჯალიანი, მაგრამ სხვა სახელობითად კონკრეტულად სასამართლოში ვინ წარმოადგენდა, ამ ეტაპზე გამიჭირდება, რადგან ზეპირად არ მახსოვს. მინისტრი იმ პერიოდში არ მინდა შეცდომა შევიდე 2008 წელი იყო. თუ არ ვცდები, ან ნიკა გვარამია იყო, ანა დეიშვილი. ვინ იყო დელეგაციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, სახელობით გამიჭირდება, ეხლა ზუსტად ყველა გავიხსენო, თუმცა ესეც საჯარო ინფორმაცია, საუბარი არის ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, რომლებიც მაშინ წარმოადგენდნენ საქართველოს საპარლამენტო ასამბლეაზე, თუ არ ვცდები, 5 დეპუტატი იყო ასეთი. ბათუ ქუთელიას ინტერვიუ უკვე აღნიშნა, რომ პირდაპირ ციტირებულია და გადატანილია სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც აი ქართული დასახლებული პუნქტების დაბომბვაზე საუბარი. ცეცხლს ნუ ეთამაშებით, ვისაც დაგიბარებთ პარლამენტში აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი არის ძალიან კანონი. სწორედ ეს განცხადება გააკეთა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტში და მან გააფრთხილა აბსოლუტურად ყველა, რომ ქართული ოცნება ახლა არ ხუმრობს და არავის ურჩევენ ცეცხლთან თამაშს და აბსოლუტურად ყველა ის პირი, ვისაც პარლამენტში დაიბარებენ, უნდა წარდგეს საგამოძიებო კომისიის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა თეა წულუკიანი, რომ კანონი ამ შემთხვევაში არის ძალიან მკაცრი. საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს. როდესაც კომისია გიბარებს, შენ კომისიის წინაშე უნდა გამოცხადდე. მოვიდნენ ღირსეულად და წავდნენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი არის ძალიან მკაცრი. მე ამაზე მეც არ ვამბობ დღეს, რომ ეს არ გააფორმოს ვინმე მუქარად, მაგრამ საკმარისზე მეც კი ვამბობ იმისთვის, რომ ყველა დაფიქრდეს ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ხუმრობთ და ცეცხლს ნუ გაეთამაშება. ზუსტად 2 საათზე განახლდება საგამოძიებო კომისიის ხდომა, სადაც მოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენელი სანდრო დარახველიძე და ირაკლი ნადარეიშვილი უპასუხებენ ქართული ოცნების კითხვებს. არაერთი სახელი და გვარი და სახელ და უკვე, რომლებსაც მოუწევთ საქართველოს პარლამენტში მოსვლა და საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა და ამ ორი მაღალჩინოსნის საქართველოს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგად სავარაუდოდ კიდევ სხვა ახალი ფიგურანტები დასახელდებიან, რომლებსაც ასევე სავარაუდოდ ქართული ოცნება დამატებით დაიბარებს პარლამენტში.